მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვართ ჩაქვში. ჩაქვში არის აგერ ნუკრი კომპანიის დირექტორი 20 წელია ამას უყურებს და გვინდა რომ ძალიან მაგარი ცენტრი გამოვიდეს და იყო და მომავალშიც იქნება. ამ დღეებში ამას ვხსნით, მაგრამ არის ლევანი ერთი პრობლემა. აქ იქნება, აი ეს არის ჩვენი ცენტრი, ეს არის უშუალოდ ჩვენი ტერიტორია, საკუთრება. აქ ვაკეთებთ ავტომობილების გადაფორმებას. როცა აქ ბაზრობა იქნება, ავტომობილები აქ გადაფორმდება. მოვა ადამიანი და ავტომობილს აქ გადააფორმებს, ქალაქში რო არ წავიდებს, თქვა. ეს თბილისში გვაქვს ჩვენ და მთელ საქართველოში ეს სისტემა არსებობს. ეს რო გავაკეთოთ, უნდა მოვაწესრიგოთ უმაღლეს დონეზე. ანი მოიწიე, ახლოს მოიწიე. უმაღლეს დონეზე უნდა გავაკეთოთ დღეიდან ეს, მაგრამ არის ერთი პრობლემა. აი გვერდზე არის ხო ხედავ რას გავს აქაურობა. აი აგერ არის გაკეთებული ატრაქციონი თუ რაღაცას რო ეძახიან, სახელმწიფომ გააკეთა, მაგრამ აი ეს არ ვიცი, ესეა ხო ნუკრი 20 წელია, 25 წელია ესეა. ეს არის სანაგვე ჩათვალე და ახლა მე მინდა სახელმწიფოს ვთხოვო, რომ ხელი არ შემიშალოს ჩაქვის მოსახლეობისთვის, ჩაქვისში ახალგაზრდებისთვის, აი ამ ადგილზე ბავშვებს გაუკეთებ სახელმწიფოს ტერიტორია. დაახლოებით არის 500-600 კვადრატი და ბავშვებს ჩაქვის მოსახლეობისთვის, ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გავაკეთებ მაგარ სკვერს, სადაც იქნება ყველანაირი სავარჯიშო. აი უყურე როგორ არის ადამიანი, როცა მანქანას აფორმებდეს იქნება, სკვერი არის, ბაღი არის, დაждდება და ბავშვებიც გაერთობიან. რა არის ამისთვის ცუდი არამე? და გთხოვთ, ხელი არ შეგვიშალონ, ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ბავშვებისთვის. დაახლოებით ეს დაждდება 100,000, 150,000 ლარი, ვინაიდან ეს სავარჯიშო ის დანადგარები, რაც გვჭირდება სპორტული ინვენტარი, მაგას ძალიან ბევრი ფული უნდა. ამიტომ ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლეს დონეზე. ეს არის ჩაქვის მხარე. ჩვენი ცენტრი აჩვენიანი, აი ჩვენი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაა და ეს უნდა იყოს უმაღლეს დონეზე მოპირკეთებული. თუ რამე ზედამხედველობას ან რამეს ვინმეს რამე შესაკითხი იქნება, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად რაც ჭირდება, განცხადება უნდა, რა უნდა კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება საჩუქარი ჩაქვის ახალგაზრდებისთვის. თუ რამე შეკითხვა ექნება ვინმეს, აგერ არის ლევანი, აგერ არის ნუკრი და მზად ვართ ყველა შეკითხვას უპასუხებ და აზრი ძალიან კარგია. დუბაი რატო